ეხლა თითქმის ყოველ რამდენიმე კვირაში ჩნდება მორიგი სათაური, რომელიც დასასრულის დასაწყისს ჰგავს. რუსეთის ეკონომიკა იშლება, ყირიმი იზოლირებულია. კრემლის ჯარისკაცები 10,000-ობით იღუპებიან. რუსების უმრავლესობა ახლა უკვე ამ ომის შეწყვეტას და რუსეთისთვის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს. და ყოველ ჯერზე ჩნდება იგივე ძირითადი კითხვა. კიდევ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ომი უკრაინაში? თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს არასწორი კითხვაა, ან სულ მცირე არასწორი სამიზნისკენ არის მიმართული. რადგან გულწრფელი პასუხი კითხვაზე, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს პუტინი ამ ომის გაგრძელებას, სინამდვილეში არ ეხება ტანკებს ან დრონებს, ან იმას, რამდენი კილომეტრი ტერიტორია იცვლება ხელიდან ხელში, კონკრეტულ სოფელთან ან ქალაქთან ყოველ თვეში. ეს ეხება რაღაცას, რაც ბევრად ნაკლებად შესამჩნევია და ბევრად უფრო რთულია მისი უკუქცევა. ბოლო 4 წლის განმავლობაში ომი უკრაინაში უბრალოდ ომი აღარ არის, რომელსაც რუსეთი აწარმოებს. არამედ გახდა ის, რაც მთელი რუსეთის შიდა სისტემის მამოძრავებელია. და ეს მთლიანად ცვლის კითხვას. თუ ეს ასია, მაშინ ვლადიმირ პუტინისთვის საშიში სცენარი ომის წაგება კი არ არის, არამედ მისი მოგებაა. დავიწყოთ იმ ნაწილით, რომელიც ყველაზე პარადოქსულად ჟღერს, რადგან სწორედ ამ ნაწილს აქვს ყველაზე მეტი მტკიცებულება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველანი შევეჩვიეთ აზრს, რომ სანქციები და ბრძოლის ველზე დანაკარგები ნელ-ნელა აღჩობს რუსეთის ეკონომიკას და საბოლოოდ ეს ზეწოლა მოსკოვს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს. რა თქმა უნდა, მართალია რუსეთის ეკონომიკაზე ნამდვილად არსებობს ზეწოლა და ეს გარკვეულ გავლენას ახდენს. მაგრამ მარტივია დავინახოთ, რომ 2023-24 წლებში ეკონომიკამ ძლიერად აღიდგინა პოზიციები MCHP-ის ზრდა 2025 წელს დაახლოებით 1%-მდე შენელდა. ხოლო 2026 წლის პირველ თვეებში რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მცირე რიცხვად მოგოჩვენოს, ეს ბევრად ნაკლებია იმ ტემპზე, რაც საჭიროა საომარი ხარჯების შესანარჩუნებლად ფისკალური ზეწოლის გაზრდის გარეშე. მაგრამ ომმა მხოლოდ ფული არ დაუჭდა რუსეთს. ქვეყანას მოუწია მთელი ეკონომიკური საფუძვლის თავიდან აშენება ამ ომის მხარდასაჭერად. და ეხლა ეკონომიკა იმდენად არის დამოკიდებული ომის გაგრძელებაზე, რამდენადაც უკრაინაა დამოკიდებული მის დასრულებაზე. ეს ყველაზე თვალსაჩინო ჩანს იმაში, თუ სად არიან დასაქმებული რუსეთის მუშები. 2021 წლიდან რუსეთის შრომითი ძალის წილი, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიაში მუშაობს, 4%-ზე ნაკლებიდან 5%-ზე ოდნავ მეტამდე გაიზარდა. ეს შეიძლება ბევრად არ მოგეჩვენოთ, სანამ ამას ადამიანების რაოდენობაში არ გადათვლით. დაახლოებით 3.8 მილიონი რუსი მუშაობს სექტორებში, რომლებიც პირდაპირ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკავშირდება. ეს არის 9 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილის ზრდა მას შემდეგ, რაც შეჭრა დაიწყო. და ეს უბრალოდ სამუშაო ადგილები არ არის. თავდაცვის სექტორში ხელფასები წელიწადში 30-დან 60%-მდე იზრდება, რაც ბევრად აღემატება ინფლაციას ქვეყანაში, სადაც ასეთი მატება ადრე წარმოუდგენელი იყო. პროვინციალურ ქალაქებში, რომლებიც აცლეო დაცვის ქარხნების ხელფასებმა სრულიად გარდაქმნა იქაურობა. რუსეთი უზარმაზარ უპრეცედენტო სახელმწიფო თანხებს დებს იარარის წარმოებაში. და ეს ხარჯები აისახება ხელფასებზე, მოხმარებაზე და რეგიონალურ ბიუჯეტებზე, რომლებიც სხვა შემთხვევაში შემცირდებოდა. ამ სტრატეგიამ ვიწრო გაგებით გაამართლა, რადგან ომის ეკონომიკა შენარჩუნდა. ოფიციალურად სამხედრო ხარჯები რუსეთის MŠP-ს დაახლოებით 7-დან 8%-ს შეადგენს. არაოფიციალურად ზოგიერთი შეფასებით რეალური მაჩვენებელი 10-დან 12%-მდეა. თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს, რაც მიმდებარე ბიუჯეტურ ხაზებშია დამალული. ორივე შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ საომარ სტიმულზე ისეთი მასშტაბით, როგორიც რუსეთში საბჭოთა კავშირის შემდეგ არ ყოფილა. ან სხვაგანაც კი. რაც გვიყვანს იმ საკითხამდე, თუ რა მოუვა ეკონომიკას ომის დასრულების შემდეგ. სწორედ აქ შემოყალიბდა მართლაც გამორჩეული არგუმენტი რუსეთზე ანალიტიკოსებს შორის გასული წლის განმავლობაში. და ეს არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ალბათ კიდევ ერთი ომის წლის გადატანა უფრო მარტივად შეუძლია, ვიდრე მშვიდობის პირველი წლის. და ეს არ არის იმიტომ, რომ მშვიდობა დამამცირებელი იქნებოდა, ან დამარცხებას გავდა. თუმცა ეს ორივე რამეც მნიშვნელოვანია მისთვის. ეს უბრალოდ ეკონომიკური მექანიზმების გამოა. 99 რუსულ ფედერალურ რეგიონიდან 74-მა 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტით დაასრულა. მაშინ როცა წინა წელს ასეთი რეგიონების რაოდენობა 50 იყო. ფედერალურმა დეფიციტმა წლიური მიზანი მხოლოდ წლის პირველ 6 თვეში გადააჭარბა. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა საომარი ეკონომიკა ჯერ კიდევ სრული სიჩქარით მუშაობს. ნამდვილი დემობილიზაცია, ისეთი, სადაც ბრძოლა რეალურად წყდება და ფული აღარ მიედინება მის შესანარჩუნებლად, საომარ პერიოდში შემოსავლის მხარდაჭერას წაართმევს, რომელიც ათეულობით რეგიონალურ ეკონომიკას ამაგრებს. მაშინ როცა ყველა ის დაპირება, რაც ამ რეგიონულმა მთავრობებმა ამ ფულის იმედზე გასცეს, დარჩება შეუსრულებელი. ეს არ არის ციფრების პრობლემა, რომელსაც მოსკოვიდან გადარიცხული თანხით მოაგვარებ. ეს სტრუქტურული ხვრელია და დემობილიზაციის მეორე მხარეც არსებობს. ხალხი. 2025 წელს რუსეთმა 400,000-ზე მეტი კონტრაქტიანი ჯარისკაცი აიყვანა, რომლებსაც საბოლოოდ სახლში დაბრუნება და სამსახურის პოვნა მოუწევთ. ამდენი ადამიანის ერთდროულად შრომით ბაზარზე დაბრუნება უკვე საკმარისი იქნებოდა უმუშევრობის მნიშვნელოვნად გასაზრდელად. გახსოვდეთ, ეს მხოლოდ 2025 წლის მონაცემებია და რუსეთი გეგმავს 2026 წელს კიდევ უფრო გაზარდოს რეკრუტირება.
ასევე გადადის მთელი წლის განმავლობაში გათვევაზე, რათა ფრონტზე ჯარისკაცების უწყვეტი მიწოდება უზრუნველყოს. რეალურად უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რაოდენობა სავარაუდოდ მილიონს მიუახლოვდება, ან გადააჭარბებს კიდეც. და შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ, რა ტიპის სამუშაოსთვის არიან ეს მამაკაცები კვალიფიცირებულნი. სამოქალაქო სექტორში ძალიან მცირე მოთხოვნა იმ კონკრეტულ უნარებზე, რომელსაც ომში ბრძოლით იძე. 2025 წლის შეფასებებით, უკვე დემობილიზებული ჯარისკაცების დაახლოებით 43%-მა ვერ შეძლო სამოქალაქო სამუშაოს პოვნა. წარმოიდგინე, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო დიდ ტალღაზე რომ გავამრავლოთ, როცა ვეტერანები დაბრუნდებიან, დაამატე ამას ბრძოლის ფსიქოლოგიური თვირთი და მიიღებ რეცეპტ, სადაც ხავს დიდი რაოდენობით შეიარაღებული, გაძუხწნილი, იმედგაცრუებული ახალგაზრდა კაცები, რომლებსაც არაფერი აქვს გასაკეთებელი და არც მადლიერების მიზეზი აქვთ. ამიტომ კრემლისთვის ყველაზე სავარაუდო გზა არ არის სუფთა მშვიდობა და შემდეგ სუფთა გარდამავალი პერიოდი. ეს იქნება ნელ-ნელა გაჭიანურებული დემობილიზაცია, რომელიც ვეტერანებს ფორმაში ტოვებს, ფულის ნაკადს ინარჩუნებს და მთლიანად ამ აპარატს ამუშავებს შემცირებული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი სიჩქარით, განუსაზღვრელი ვადით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუკეთესო შემთხვევაშიც კი, როცა სროლა ხვალ შეწყდება, ომის ეკონომიკა მასთან ერთად არ შეჩერდება. ეხლა, მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, ვინ სარგებლობს ამ ყველაფრით, რადგან აქ ხდება ამბავი კიდევ უფრო საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ითქვას, ომი მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის, რეალური ადამიანები, ვინც მართავენ პროცესებს და მექანიზმები, რომლებიც გვევებავენ რუსეთის აგრესიის უკანდგომ გეოპოლიტიკას, ზოგჯერ თავად რუსეთშიც კი არ არიან. ამის გასაგებად უნდა დავბრუნდეთ ომამდე, როდესაც პუტინის მმართველობისას რუსეთის ძალა სამ სვეტზე იდგა. იყვნენ ტექნოკრატები, მაგალითად პრემიერ-მინისტრი და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, რომელთა ამოცანა იყო ეკონომიკის სტაბილურობა და ზრდა. იყო სილოვიკები, უსაფრთხოების სამსახურები, რომელთა მთავარი ამოცანა მოსახლეობის კონტროლი კი არა, არამედ ელიტის დისციპლინაში მოყვანა იყო, რათა არავის გადაელახა დასაშვების ზღვარი. და იყვნენ ოლიგარქები, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთის ნავთობს, გაზს და მეტალებს დასავლეთში ყიდნენ. თავიანთი ქონების დიდ ნაწილს კი ქვეყნის გარეთ უსაფრთხოდ ინახავდნენ და ამის სანაცვლოდ ისინი უცნაური ნახევრად დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ. ისინი პუტინის სისტემაში მოქმედებდნენ, მაგრამ ჰქონდათ ბერკეტები და რაც თავარია, გაქცევის გზა. მოსკოვს შეეძლო მათზე ზეწოლა, მაგრამ მათი განადგურება ასე მარტივად არ შეეძლო. ეს მთელი მოწყობა ბოლო 4 წლის განმავლობაში მთლიანად დაინგრა და სრულიად სხვანაირად აიგო თავიდან. ტექნოკრატები ისევ იქ არიან, მაგრამ მათი როლი სრულიად შეიცვალა. ადრე ისინი კეთილდღეობას ქმნიდნენ. ეხლა კი უბრალოდ ცდილობენ, რომ სისტემა არ გაჩერდეს. რუსეთმა დაკარგათ ტომა დასავლეთის კაპიტალის ბაზრებზე. 2025 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რუსული რეზერვები კვლავ გაყინული იქნება საზღვარგარეთ. ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, ქვეყნის სარეზერვო ფონდი, შემცირდა და ომის დაწყებამდე არსებულ ლიკვიდური ღირებულების 40%-ზე მოსდე ნაკლები დარჩა. ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები, რომლებიც ადრე ფედერალური ბიუჯეტის მესამედზე მეტს აფინანსებდა, ახლა დაახლოებით მეოთხედამდეა შემცირებული. თუმცა ნავთობისა და გაზის შემოსავალი მერყეობს, რადგან რუსეთმა ექსპორტი სხვა მიმართულებით გადაამისამართა და სანქციებს მოერგო. საპროცენტო განაკვეთები ისე დონეზეა, რომ თითქმის ნებისმიერ სხვა ეკონომიკაში ეს ეროვნული საგანგებო მდგომარეობა იქნებოდა. ტექნოკრატები უფრო მეტად მუშაობენ ვიდრე ოდესმე, თუმცა ამავე დროს გავლენას კარგავენ. რადგან საომარ ეკონომიკაში ისინი, ვინც იარაღის ბიუჯეტს არ აკონტროლებენ, პრიორიტეტებსაც ვერ განსაზღვრავენ. ისინი მხოლოდ შემდეგ ალაგებენ ყველაფერს. ოლიგარქებს კიდევ უფრო გაუჭირდათ, რადგან მათი დამოუკიდებლობა მთლიანად იმ ფულზე იყო დაფუძნებული, რომელიც რუსეთის მირმა უსაფრთხოდ ჰქონდათ განთავსებული. ეს ყველაფერი თითქმის ერთ ღამეში გაანადგურა დასავლეთის სანქციებმა და კრემლმა ამ სისუსტით ისარგებლა. ომის დაწყების შემდეგ რუსულმა სასამართლოებმა ზედამხედველობა გაუწიეს იმას, რასაც ტექნიკურად ნაციონალიზაციებს უწოდებენ, მაგრამ უпростоრად შეიძლება ეწოდოს ექსპროპრიაცია. ჩამორთმეული საერთო ღირებულების შეფასებები განსხვავდება იმის მიხედვით, ვინ ითვლის საშუალო შეფასებით ეს დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია რუსულ რუბლებში 2022-დან 2025 წლამდე. და მიუხედავად მასშტაბისა და ზუსტი რაოდენობისა, ტენდენცია ნათელია. აქტივებს სტრატეგიულ აქტივებად აცხადებენ. მფლობელობას უკუქცევით აკანებენ ეჭქვეშ და სასამართლოები სწრაფად მოქმედებენ. ზოგჯერ საქმეების შეტანიდან რამდენიმე დღეში იღებენ გადაწყვეტილებას. თუ გსურთ მაგალითი იმისა, როგორ გამოიყურება ეს, მოდით მაგალითად ავიღოთ ოქროს მომპოვებელი მაგნატის კონსტანტინ სტრუკოვის საქმე. ის აკონტროლებდა რუსეთის მესამე უმსხვილეს ოქროს მწარმოებელ კომპანიას და დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა კრემლის ერთგულ, არაფრით გამორჩეულ მოკავშირედ. 2025 წელს მას ბრალი დასდეს იმაში, რომ კომპანია უკანონო პრივატიზაციის გზით ჰქონდა შეძენილი 10 წლეულების წინ. მისი პასპორტი გაუქმდა მაშინ, როცა გავრცელებული ინფორმაციით ცდილობდა ქვეყანა დაეტოვებინა. რამდენიმე დღეში სასამართლომ მისი საკონტროლო წილი სახელმწიფოს გადასცა. ეს არ იყო რეჟიმის წინააღმდეგ გამოსული დისიდენტის დასჯა. ეს იყო რეგიონული ჩინოვნიკი, პუტინის საკუთარი პარტიიდან, რომელმაც წარმოაჩინა, რომ ქაღალდზე ერთგულება უსაფრთხოებას აღარ უზრუნველყოფს. ამ ყველაფრის შედეგია განსხვავებული ტიპის ეკონომიკა მაღალ დონეზე. ომამ რუსეთი რაღაცა მსგავს წარმოადგენდა კერძო კაპიტალის ოლიგარქიას, სადაც დიდი ბიზნესი კრემლსა და გლობალურ ბაზრებს შორის შუა მავლის როლს ასრულებდა. ეხლა ახალი ერთგული კლასის სიმდიდრე პირდაპირ დამოკიდებულია რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების გაგრძელებაზე.
მათი ყველაზე დიდი შიშია წინამფლობელის დაბრუნება. რაც ნიშნავს, რომ იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც საკმარისად მდიდრები იყვნენ, რომ რუსეთი კომპრომისისკენ მიიყვანათ, შეიცვალა იმ ჯგუფით, ვისი მთელი ქონებაც დამოკიდებულია იმაზე, რომ კონფლიქტი არასდროს დასრულდეს. და ვინ შეავსო ძველი ოლიგარქების მიერ დატოვებული ვაკუუმი? ზუსტად ის ჯგუფები, რასაც ელოდით. უსაფრთხოების სამსახურები მუდმივად იზრდებიან. ყოველ წელს ახალ თანამშრომლებსა და ახალ უფლებამოსილებებს იზენენ. მაშინ, როცა პარალელური შიდა არმია, რომელიც ეროვნული გვარდიის გარშემო შეიქმნა, ასობით 1000 ჯარისკაცამდე გაიზარდა. ისინი პირდაპირ ვლადიმირ პუტინს ემორჩილებიან. ეს ძალა მთლიანად იმისთვის არსებობს, რომ რეჟიმი საკუთარი მოსახლეობისგან დაიცვას და არა გარე მტრისგან. და რაც თავარია, სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელიც ადრე რუსეთის ეკონომიკის საკმაოდ უმნიშვნელო ნაწილი იყო, ეხლა შეიძლება ითქვას ქვეყნის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური მოთამაშე გახდა და მილიონობით ადამიანს ასაქმებს. ის მართავს მთელი რეგიონების ეკონომიკას და ქმნის ომით გამდიდრებული ელიტების ახალ კლასს, რომელთა ქონება დამოკიდებულია იმაზე, რომ თავდაცვის ბიუჯეტი მუდმივად იზრდებოდეს. ამიტომ დღევანდელ რუსეთში რეალური ეკონომიკური ძალაუფლების მქონე ადამიანები ომს უბრალოდ არ ითმენენ როგორც ბიზნესის უსიამოვნო ხარჯს. ისინი გარკვეულწილად თავად ომის პროდუქტები არიან. მათი სტატუსი, სიმდიდრე და დაცვა სისხლისამართლებრივი დევნისგან მთლიანად დამოკიდებულია ომის გაგრძელებაზე. ხოლო ისინი, ვისაც მშვიდობიდან სარგებელი ექნებოდა, ძველი ტექნოკრატიული და ოლიგარქიული კლასები, მათ სისტემატურად წაართვეს ის გავლენა, რაც რეალურად მშვიდობისთვის ბრძოლა სჭირდებოდა. ეს კი გვიყვანს საკითხამდე, რომელიც ყველაფერს აერთიანებს და ამ პროცესს მთლიანად რუსეთის საზღვრებს გარეთაც ავცელებს. რა ხდება რუსეთისა და ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებში? ეხლა სანამ ამ თემაზე გადავიდოდეთ, არ დაგავიწყლეთ გამოიწეროთ სამხედრო შოუ. ჩვენ უფრო დეტალურად ვაშუქებთ რუსეთსა და ჩინეთს შორის კავშირებს და მათ გარშემო განვითარებულ გეოპოლიტიკას ჩვენს ვიდეოებში. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში სტანდარტული ნარატივი იყო ის, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს უახლოვდებიან. ისინი ქმნიან ანტიდასავლურ ღერძს, სადაც პეკინი ყიდულობს იმ ნავთობსა და გაზს, რომელსაც ევროპა აღარ ითხოვს. ამის იდეალური მაგალითია ის, რომ 2024 წელს ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 227 მილიარდ დოლარზე ბევრად მეტი. ეს წინა წელთან შედარებით 25%-ზე მეტით გაზრდილია. ჩინეთის წილი რუსეთის ენერგორესურსების ექსპორტში ომამდე დაახლოებით მეოთხედს შეადგენდა. ახლა კი თითქმის 40%-ს უახლოვდება. მაგრამ თუ ამ ურთიერთობას უფრო ყურადღებით დავუკვირდებით, ნახავთ, რომ ეს თანასწორ პარტნიორობას არ გავს. ეს არის სიტუაცია, სადაც რუსეთი ერთ დამოკიდებულებას უფრო უარესით ცვლის. შედარებით, რუსეთის საწვავის იმპორტში ჩინეთის წილი მხოლოდ მცირედით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დამოკიდებულება თითქმის მთლიანად ერთ მხარესა. ეს პეკინს ფასზე უზარმაზარ გავლენას აძლევს. ომის პირველ დღეებში ჩინეთში გაყიდულ რუსულ ნავთობზე ფასდაკლებამ 18%-ს მიაღწია. შემდეგ კი ცოტა შემცირდა და ბოლო დროს კვლავ იზრდება, რადგან დასავლეთის სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება. 2026 წელს ჩინეთი რუსეთის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ნახევარს ტიტულობდა. ამასთან ერთად ჩინეთი დომინირებს სხვა ექსპორტზეც, როგორიცაა გაზი, ნავთობპროდუქტები და თუნდაც ქვანახშირი. შემდეგ ჩინეთი ამ პოზიციას ხისტი ვაჭრობისთვის იყენებს. ის ამჯობინებს მოქნილ მოკლევადიან კონტრაქტებს, იმ ტიპის გრძელვადიანი ვალდებულებების ნაცვლად, რომლებიც მოსკოვს ფინანსურ სტაბილურობას მისცემდა. ამ უთანასწორობის ყველაზე ნათელი სიმბოლოა მილსადენი, რომელიც თითქოს სულ მალე აშენდება, მაგრამ საბოლოოდ არასდროს ხდება ასე. ციმბირის ძალა 2-ზე წლებია საუბრობენ, როგორც რუსული გაზის აღმოსავლეთისკენ მიმავალი შემდეგი დიდი არტერიის შესახებ. პროექტი, რომელიც საბოლოოდ გაამყარებდა რუსეთის გადახრას ევროპიდან. და მაინც 2026 წლის მაისში. პეკინში მაღალი დონის ვიზიტის შემდეგაც კი პუტინმა ვერ შეძლო მტკიცე პირობების შეთანხმება. მოლაპარაკებებს თვალს მადერნებელი ანალიტიკოსები აღწერენ, რომ ჩინეთი შეგნებულად აყონებს მოსკოვს და ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი გაზის შესაძლებლობას იყენებს, როგორც სავაჭრო ბერკეტს, რათა ფასი კიდევ უფრო დაწიოს. რადგან არსებობს მნიშვნელოვანი დათქმა. ეს კი ისაა, რომ პეკინს კონკრეტულად რუსული გაზი არ სჭირდება. მას სჭირდება იაფი ენერგია და სხვა არჩევანიც აქვს. რუსეთს კი პირიქით არსად აქვს შესაძლებლობა გაყიდოს მსგავსი რაოდენობის გაზი, რაც მას სჭირდება. ეს ომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ენერგეტიკული გადასახადები რუსული ფედერალური ბიუჯეტის დაახლოებით მეხუთედს შეადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, როცა ჩინეთი გადაწყვეტს ცოტა ნაკლები იყიდოს ან უფრო დიდ ფასდაკლებას მოითხოვოს, ის უბრალოდ სავაჭრო ბალანსს არ არეგულირებს. ის უჭერს ან უშვებს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ ონკანს, რომელიც ომის დაფინანსებას უზრუნველყოფს. და არა მხოლოდ რუსეთის ეკონომიკა და რუსეთის ალის ალიანსები შეიცვალა ისე, რომ ეს კონკრეტული ომის შემდეგაც გაგრძელდება. იგივე შეიძლება ითქვას სარკისებურად ფრონტის მეორე მხარესაც. ევროპაში მოხდა რაღაც ისეთი, რასაც ძალიან ცოტა ადამიანი იწინასწარმეტყველებდა 2022 წლამდე. მოხდა სტრუქტურული, უკიდურესად ძვირადღირებული გადაიარაღება იმ მასშტაბით, რაც ცივი ომის შემდეგ არ უნახავთ. ევროპის კავშირის საერთო თავდაცვის ხარჯები 2021-დან 2025 წლამდე 75%-ზე მეტით გაიზარდა. მხოლოდ 2025 წელს. ევროპელი ნატოს წევრები უკვე აღწევენ ან აჯარბებენ ალიანსის ძველ მიზანს, რომელიც MŠP-ს 2%-ის შეადგენდა.
და ეს მიზანიც კი უკვე ჩანაცვლებულია. ნატოს ახალი მაჩვენებელი, რომელიც ოფიციალურად მიიღეს 2026 წლის სამიტებზე, 5%-ისაკენ მიისწრაფვის. და ევროპულ მთავრობებში საუბარი ახლა აღარ არის იმაზე, უნდა შეინარჩუნონ თუ არა ხარჯები ამ დონეზე. საუბარია იმაზე, როგორ შეინარჩუნონ ეს დონე წლების განმავლობაში, შესაძლოა 10 წლეულების განმავლობაშიც კი. უეთესობა მიიღო ჰააგის ვალდებულება, რომელიც 2026 წლის ივნისში გაფორმდა. რაც გულისხმობს ეროვნული თავდაცვისთვის ხარჯების 3.5%-ზე დაყენებას და დამატებით 1.5%-ს უფრო ფართო ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც ემსახურება როგორც ეროვნულ თავდაცვას, ასევე ნატოს ურთიერთდაკავშირებულობას. მაგრამ თანხების მოძიება და რეალური სამხედრო შესაძლებლობების შექმნა ორი სრულიად განსხვავებული პრობლემაა. მიუხედავად რეკორდული ხარჯებისა წლების განმავლობაში, ბოლო ანალიზმა ალიანსის შესყიდვების მონაცემების აჩვენა, რომ ევროპული აღჭურვილობის მარაგები ჯერ კიდევ ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს იყო. მილიარდები დაიხარჯა უკრაინისთვის გაღებულ დონაციებში, ახალ კონტრაქტებში და საგანგებო წარმოების ხაზებში და საერთო მარაგი მაინც შემცირდა. თუნდაც ნატოს 2026 წლის საარტილერიო წარმოების მიზანი სრულად შესრულდეს, ეს მხოლოდ მიახლოებით გაუტოლდება რუსეთის შიდა ჭურვების წარმოებას. სანამ იმასაც გავითვალისწინებ, რომ რუსეთი დამატებით მარაგს იღებს ჩრდილოეთ კორეიდან, პარიტეტი არ ნიშნავს შეკავებას. ეს უბრალოდ ძლივს ტემპის დაჭერას ნიშნავს. ამავე დროს, ევროპა ნელ-ნელა წვეთს ენერგეტიკულ ურთიერთობას რუსეთთან. ომამდე რუსული გაზი ევროკავშირის მილსადენისა და თხევადი გაზის იმპორტის დაახლოებით 45%-ს შეადგენდა. 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 12%-მდე დაეცა. 2026 წელს ახლო აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ევროპამ ზომიერი მიდგომა აერჩია და რუსეთიდან იმპორტი დაახლოებით 10-დან 13%-მდე შეინარჩუნა. უფრო მნიშვნელოვანია, 2026 წლის დასაწყისში მიღებულმა ახალმა რეგულაციებმა დაადგინა მკაცრი საბოლოო ვადა, რომლის მიხედვითაც დარჩენილი რუსული თხევადი გაზის იმპორტი სრულად შეწყდება 2026 წლის ბოლოსთვის. მილსადენი გაზის იმპორტი კი 2027 წლის შემოდგომისთვის შეწყდება. ზოგიერთი შეფასებით ეს ნიშნავს, რომ რუსეთს წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ენერგეტიკული გადახდები სამუდამოდ დაეკარგება. ამ ორ ფაქტორს თუ შევაერთებთ, ევროპის ხელახალი შეიარაღება და ევროპის ენერგეტიკული განშორება და მივიღებთ ამავე ისტორიის ვერსიას, რომელიც რუსეთში ვითარდება. სტრუქტურული ტრანსფორმაცია, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. თუნდაც ხვალ ხელხელი მოეწეროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ევროპის მთავრობები ჩუმად აღარ შეამცირებენ თავდაცვის ხარჯებს 2019 წლის დონემდე. და ისინი აღარ აღადგენენ რუსული გაზის მიწოდებას. ევროპის სადაზვერვო სამსახურები უკვე გეგმავენ მოქმედებებს იმ გაფრთხილებების გათვალისწინებით, რომ რუსეთი შესაძლოა მომდევნო 5 წლის განმავლობაში სამხედრო თვალსაზრისით ნატოს გამოცდას შეეცადოს. ომმა უკვე შექმნა ახალი ევროპა. ზუსტად ისე, როგორც უკვე შექმნა ახალი რუსეთი. არც ერთი მათგანი აღარ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, რაც ადრე იყო, რაც არ უნდა მოხდეს ბრძოლის ველზე შემდეგ. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ბრძოლას მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანები მასობრივად იღუპებიან და ბრძოლის ველი კვლავ განსაზღვრავს, ვის რამდენი ბერკეტი ექნება მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კითხვა, რომელსაც ყველა სვამს, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს პუტინი ამის გაგრძელებას, არასწორად არის დასმული. უფრო გულწრფელი კითხვა ისაა, შეძლებს თუ არა პუტინის რუსეთი გადარჩენას, თუ ომი მართლაც შეწყდება. რადგან ამ ეტაპზე ომი უბრალოდ ის არ არის, რასაც რუსეთი აკეთებს. ეს არის ის, რაზეც რუსეთი თავიდანაა აშენებული და თავად ეს სისტემა ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად ინგრევა. მხოლოდ ამჯერად გაურკვეველია, რა გამოვა რუსეთის ფედერაციის ნანგრევებიდან. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ეს ვიდეო. და არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ სამხედრო შოუ, რომ ყოველდღიურად მიიღოთ ვიდეოები გლობალური პოლიტიკის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.